სტიქია თელავში უხვინალექის შედეგად ადიდებულმა ხევმა ქალაქის ნაწილი დატბორა. საბედნიეროდ წყალდიდობას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დროულად მოხდა რისკის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია. განსაკუთრებით რთული ვითარება იყო კავკასიონისა და ალაზნის ქუჩებზე. დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ობიექტები, ავტომობილები და მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა. სამაშველო სამსახური მუშაობის 24 საათიან რეჟიმზეა გადასული. შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი. რეგიონიდან ბოლო ცნობებს იმედი ჟურნალისტი კახა კუპატაძე მოგვაწვდის, ის გვერდება პირდაპირ ეთერში. საღამო მშვიდობის კახა. მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად და დავიწყოთ ბოლო ამბით. ხედავთ რომ სამუშაოები გრძელდება, სპეცტექნიკა მუშაობს, ასევე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობა საქმის კურსია. ბოლო ამბავი გითხარი, როგორი მდგომარეობა, როგორი ამინდია ამ დროისთვის და რაიმე საშიშროება კიდე ხო არ არის მოსალოდნელი? საღამო მშვიდობისა ირაკლი, გამთენის შემდეგ საბედნიეროდ თელავში აღარ გაწვიმებულა, თუმცა სინოპტიკოსები არავდგრად ამინდებს პროგნოზირებენ, რაც შეეხება აქ არსებულ ვითარებას. სტიქიიდან რამდენიმე საათის შემდეგ ვითარება მკვეთრად არის უკეთესობისკენ შეცვლილი. მთავარი მიღწეულია თელავის ხევი ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების შედეგად თავის კალაპოტს დაუბრუნდა და ამ ეტაპზე გარკვეული რისკები, რომ წყალი გადმოვიდეს საცხოვრებელი სახლების მიმართულებით, უკვე მოხსნილია, როგორც ჩვენი მაყურებელი კადრში ხედავს, ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკა, რომელსაც ნაპირსამაგრის სამუშაოების ჩატარებასთან ერთად ტერიტორიიდან ქვაღორღის გატანას ახდენს. კახა, როდის დაიწყო კრიზისული ეტაპი? ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ღამის 3 საათზე და რამდენად სწრაფად მოხდა მოქალაქეების ევაკუაცია საშიში ზონიდან. საბედნიეროდ, როგორც მე აღვნიშნე, მსხვერპლი არ მოჰყოლია ხევის ადიდებას და ეს მეტწილად განპირობებულია ალბათ იმით, რომ დროულად მოხდა სტიქიის ზონიდან ადამიანების გაყვანა. რა თქმა უნდა, როგორც უკვე აღნიშნე, პროცესები ღამის 3 საათიდან დაიწყო. ღვარცობს თან მოჰქონდა ქვაღორღი და მოგლეშილი ხეები, რის შედეგადაც ორი ქუჩის ერთადერთი დამაკავშირებელი ხიდი მთლიანად წაიღო. ეს ხიდი სწორედ ამ მოგლეშილი ხეებისგან ჩაიხერგა და წყალი უკვე გადმოვიდა კავკასიონის ქუჩაზე, რის შემდეგაც უკვე დაიტბორა საერთო საცხოვრებლის დარბაზები, რაც შეეხება ევაკუაციას. უხელვე ადგილზე, რა თქმა უნდა, იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ხოლო სწორედ ხელისუფლების გადაწყვეტილებით და ოპერატიული მოქმედებით იმის გამო, რომ გარკვეული საფრთხეები არსებობდა ქალაქის გარკვეულ ტერიტორიებზე, მოხდა ოჯახების ევაკუაცია, თუმცა ეს ოჯახები საკუთარ საცხოვრებელ სახლებს უკვე დაუბრუნდნენ. კახა, როგორც აღვნიშნეთ, შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელშიც ჩართულია როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ასევე ადგილობრივი. შეგვიძლია თუ არა ჩვენ მიახლოებით უკვე ვისაუბროთ ზარალის ოდენობაზე? რა თქმა უნდა, შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს. რაც შეეხება ზარალს, ამ ეტაპზე ზარალის შესახებ საუბარი სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე შეუძლებელია. ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც უკვე ნაპირსამაგრის სამუშაოები დასრულდება, გზები გაიწმინდება და სპეციალური კომისია უკვე ადგილზე შეძლებს დეტალური ინფორმაციის აღწერას. კახა, გახსენდება თუ არა მსგავსი ვითარება თელავში, კონკრეტულად თუნდაც აღნიშნულ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ძალიან მასშტაბური იყო, ძალიან მძიმე საყურებელი კადრები ვიხილეთ, მაგრამ საინტერესოა ეს ხევი მსგავს სიტუაციაში ყოფილა თუ არა და მოხდარა თუ არა აი ასე უპროგნოზოდ გადმოსვლა კალაპოტიდან წყლის. დღევანდელი სტიქიის კვალდაკვალ უფროსი თაობის ადამიანები იხსენებენ 49 წლის წინ მომხდარ სტიქიურ უბედურებას, რომელიც ქალაქის ცენტრში სწორედ თელავის ხევმა გამოიწვია და რის შედეგადაც ქალაქი პრაქტიკულად წყალმა დაფარა და პარალიზებული შეიქმნა. შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები, ასევე დაიტბორა საერთო საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დაინგრა ხიდი, წყობრიდან გამოვიდა კანალიზაცია, ასევე ელექტროგადამცემი ხაზები და დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სხვათა შორის უნდა აღვნიშნო, რომ ამ თემაზე მე მომზადებული მაქვს რეპორტაჟი
რეპორტაჟი, სადაც საუბარი იყო სწორედ 1977 წლის სტიქიაზე და იმ რისკებზე, თუ რა შეიძლება ამ ხევს გამოეწვია. დაახლოებით თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ მოხდა ადიდება, მოხდა კალაპოტიდან გადმოსვლა საკმაოდ დრამატულად, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რაც თავის დროზე ნახევარი საუკუნის წინ თელავის ხევმა გამოიწვია კახეთის რეგიონში. კახა, ვიდრე დაგემშვიდობები, გვაჩვენე კადრი, სთხოვე ოპერატორს, შენს უკან რა ხდება, რომ უკვე აღვიქვათ თვითონ არსებული მდგომარეობა და როგორც ვიცით, ამ დროისთვის თელავში აღარ წვიმს, რაც ძალიან კარგი არის. ირაკლი, დავამატებ, რომ ის რომ რეაგირება როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური და ყველა შესაბამისი უწყების მხრიდან იყო მყისიერი, ოპერატიული და დროული, ადასტურებს კადრი, რომელსაც ვთხოვ ოპერატორს ახლა პირდაპირ ეთერში გვაჩვენოს ამ ტერიტორიაზე, სადაც ახლა ჩვენი მაყურებელი ხედავს თელავის ხევს, მთლიანად იყო ქვაღორღით და ხებით ჩახერგილი, თუმცა მასშტაბური სამუშაოების შედეგად აქ საუბარია ათობით მძიმე ტექნიკაზე, სწორედ ამ მასშტაბური სამუშაოების შედეგად ხედავთ, რომ ეს ტერიტორია უკვე გაწმენდილია და წყალი თავის კალაპოტს დაუბრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საფრთხე მოხსნილია.